ერთი მარცხნივ. ჰა? ერთი მარცხნივ. ნუ? დაიწყე. კატატრი. ეხლა კი ახლა. არა ვფიქრობ. თავიდან. გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატი გვექნება. მინდა გავცე პასუხი ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას. თუ როგორ დაიწყო ვარჯიში, როდესაც ხარ 30 წელს გადაცილებული და არასდროს არ ქონია შეხება საბრძოლო ხელოვნებასთან. დავიწყოთ იმით, რომ მართალია ჯიუ-ჯიტსუში ძირითადი ბრძოლა მიმდინარეობს ქვემოთ, როდესაც ჩვენ ან წაგვაქცევენ, ან თვითონ ჩავალთ გარტ-პულში, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული. მაგრამ მაინც აუცილებელია თავის დაზღვევა ვიცოდეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, როდესაც ხართ 30 წელს გადაცილებული. და თავის დაზღვევა არის თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ თავი უნდა დავიზღვიოთ, რომ ილეთის დროს თავი არ დავარტყა და ყოველთვის არ მოგვიწიოს თავის რტყმევა, ასე ვთქვათ, ხალიჩაზე. როგორ კეთდება? იაპონურად ვიტყვი, ასე ვთქვათ, არის ორი სახეობა. პირველი არის იოკო უკემი, გვერდით თავის დაცვა და მეორე არის უშირო უკემი, უკანა თავის დაცვა. პირველი როგორ კეთდება? მარჯვენა ფეხს წევთ ზემოთ და ერთ ფეხზე ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, ბუქნს. ხელს ვასწორებთ მარჯვენა ფეხთან ერთად და ურტყამთ ხალიჩაზე ისე, რომ დაცემის დროს ჩვენი თავი იყოს ჩვენ ბეჭზე. ანუ ყოველთვის დაცემის დროს ჩვენი თავი უნდა იყოს ჩვენ ბეჭზე ან ხელზე. ავდგეთ მეორე მხარეს. ავწიეთ, დავეცით. ავწიეთ, დავეცით. საკმარისი იქნება 10 ჯერ, ანუ 20 გამეორება გააკეთოთ. მეორე არის უშირო უკემი, რომელიც კეთდება უკან, როდესაც აკეთებენ ილეთს უკან, არის ეგრე კეთდება. მოვიხრებით, ხელებს ვაკეთებ ჯვარედინად და უკან დაცემის დროს ვაფიქსირებთ ჩვენ თავს და ხელებით, ანუ ხელების დარტყმით, ასე ვთქვათ, ვაჩერებთ, ასე ვთქვათ, რომ თავი რო არ დავარტყათ. კიდევ ასე. ასე. შეგვიძლია ეს პირველი ორი თავის დაცვა გავაკეთოთ და მერე გავაგრძელებთ. ყველაფერი თავარი არის გაჩვენოთ თქვენმა მწვრთნელმა, სადაც მიხვალთ სავარჯიშოდ. ჩვენ შევეცდებით ეხლა ძირითადი ელემენტები გაჩვენოთ, დანარჩენს ასე ვთქვათ, გავაკეთებთ კიდე ვიდეოს, სადაც მე ან ჩემი ძმა ვავარჯიშებთ ერთ კლასს, ანუ ერთი კლასის ვარჯიშს თავიდან ბოლომდე გაჩვენებთ, როგორ ხდება, ასე ვთქვათ, ვარჯიში. ამის შემდეგ მთავარია ცოტა მოქნილი რო გქონდეს ორგანიზმი, გავაკეთოთ ბრუნვები. ეს არის წინა ბრუნვები. და თავისთავად ეს არის უკანა ბრუნვები. მოვიხრებით ზურგზე. თავიდან რო გაგვიადვილდეს თავი ერთ მხარეს, ფეხები მეორე მხარეს და ბეჭით ვაკეთებთ ბრუნვას უკან. შემდეგი ყველაზე, ასე ვთქვათ, აუცილებელი, რომელიც არის ჯიუ-ჯიტსუში, ასე ვთქვათ, ბრაზილიაში არის ეგეთი ლეგენდა, თავიდან თეთრი კამარი რომ მოდის, უნდა გააკეთოს 1000 კრევეტი და მერე გადადის შემდეგ ეტაპზე. კრევეტები დაგვეხმარება ჩვენ შემდეგში, როგორც თავის დასაცავად, ასევე თავს რო დავესხათ. ისეთი ელემენტი არის, რომელიც ითვალისწინებს თავს, როგორც თავის დაცვას, ასევე თუ გვინდა თავს დავესხათ, ან გავაკეთოთ რამე მატკივარა, უნდა დავიწყოთ კრევეტით. კეთდება ეგრე. არის კრევეტები უკანა, ანუ თავის წინ და არის ფეხების წინ. არის გვერდითა კრევეტები. ვწვევებით მუხლებს ხრით, დუნდულებს წევთ ზემოთ და ვიხრებით როგორც კრევეტი. აი ეგრე. სწორდებით, ფეხებს ისევ კვლავ ხრით და ისევე ბრუნდებით.
ისევ და ისევ მარჯვნივ მარცხნივ. 1 2 კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ წონასწორობა გქონდეთ ერთ ფეხზე და მოპირდაპირე ბეჭზე. ანუ მარჯვენა ფეხზე მაქვს ქუსლზე და მარცხენა ბეჭზე. წევ მეხუთე ადგილს და მიმაქვს უკან. კიდევ ერთხელ. მეგობრებო, რახან აქამდე მოხვედით, ეს ნიშნავს რომ გაინტერესებთ. ამიტომ ვფიქრობ, თქვენგან subscribe-ის დამიმსახურე. შემდეგი არის წინა კრევეტები. წვევით ფეხებით წინ და ნახეთ, ფეხს ვშლით. ვაფიქსირებთ ქუსლს და ვაფიქსირებთ ბეჭს. ასევე ვწევთ ჩვენ თაძოს და წინა კრევეტებს ვაკეთებთ, ანუ ხრით მუხლში. მერე ვბრუნდებით მეორე მხარეს, ისევ ვშლით ფეხს, წევთ წინ. ვეხმარებით ბეჭით, ნახეთ როგორ ვეხმარები ბეჭით. 1 2 ვიცვლი მხარეს 1 2. შემდეგი არის ცოტა რთული. დიდი ალბათობით პირველი ცდიდან არ გამოგივათ, მაგრამ შევეცადოთ. არის გვერდითა კრევეტები, ეს ფეხებს წევთ ზემოთ და ბეჭებს და უნდა გავაკეთოთ ეგეთი აკვანივით რა, წინ უკან კოჩიალი და ნელ-ნელა მივდივართ ხაზზე. ერთ მხარეს და მერე თავისთავად მეორე მხარეს. ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ ეგეთი ელემენტი, როგორც გვერდითა ტრიალი, ბრუნვა. მეგობრები, ვждებით, ფეხებს ცოტას ვშლით, მაგრამ ბოლომდე არ ვშლით. ხელები გვაქვს მუხლების ქვემოთ, თავს ხრივთ მუხლების მუხლებთან და ვაკეთებთ გვერდითა ბრუნვას. ისე რომ ერთი ფეხი სულ უნდა გქონდეს ხალიშაზე დაფიქსირებული. 1 2. ეგიც ძალიან ასე ვთქვა, თუ მithumetes ცოტა ღიპი გვაქვს, რთული გასაკეთებელია, მაგრამ შესაძლებელია, იმიტომ რომ მაქვს ასე ვთქვათ, ნანახი, რომ დიდი ღიპიანი კაცები, რომლებიც აკეთებენ მშვენივრად. თავიდან შეიძლება ასე აგეწიოთ ფეხი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ესეთი კუნთი გვაქვს უკან. და რომელიც არ არის თავიდან მოქნილი და არის დასამუშავებელი. 1 2 1 შემდეგი მოძრაობა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როგორ დავარქვა ამ მოძრაობას ქართულად, დავხვეწავ ქართულად, ასე ვთქვათ, სახელებს ამილეთების და შემდეგ ვიდეოებში, ასე ვთქვათ, უბრალოდ გეტყვით. ვიმეორებთ უბრალოდ, ვდგებით 4 წერტილი გვაქვს, ფეხები და ხელები, ანუ ვაკეთებთ ორ ნაბიჯს, წევთ მარცხენა ხელს და მარჯვენა ფეხით ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, გასვლას გარეთ. ვაბრუნებთ უკან, ორი ნაბიჯი, მარჯვენა ხელს წევთ, მარცხენა ფეხით გასვლა. ისევ გასვლა. ისევ გასვლა. აქ ჩვენი დავალება არის ბალანსის დაჭერა. აი, ძირითადად იმის თქმა მინდა კიდევ რომ ჯიუ-ჯიტსუში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბალანს, ანუ როგორ გრძნობთ თქვენ ორგანიზმს. ჩვენი დავალება არის ხომ დავყოთ ჩვენი ორგანიზმი სამ ნაწილად. პირველი არის როს ფეხები მოძრაობს თავისთვის, მეორე ნაწილი არის ჩვენი წელი, რომ მოძრაობს თავისთვის და მესამე ხელები. ანუ ფეხები რო აკეთებს თავის დავალებას, ხელებმა უნდა აკეთოს სხვა დავალება. თუ ფეხს მარჯვნივ წევთ, ხელიც არ უნდა გავწიოთ მარჯვნივ, იმიტომ რომ ხელს თავის დავალება აქვს. ჯიუ-ჯიტსუ, ანუ მithumetes დაგეხმარებათ. ვერ იგრძნობთ სიბერეს. ამაში გერწმუნებით. ძალიან ბევრს მოგზაურობ შეჯიბრებებზე და უყურებ, არის ეგეთი კატეგორია, როგორც არის Master 8. ანუ სადაც მონაწილეობას იღებენ 65 წლის ბაბუები და უფროსები. და ძალიან მაგარი შესახედავია, ეტყობა რომ ბაბუა არის, მაგრამ კიდე ჭიდაობს და ეს არის ძალიან მაგარი
ამ ჯიუჯიტსუს მეშვეობით და ვარ რამოდენიმესთან ნალაპარაკები და ამბობენ რომ ზოგიერთი 15 წელია ვარჯიშობს, რომლებმაც დაიწყენ ეგრევე ვთქვათ 50 წლის ასაკში და ასე შემდეგ. მით უმეტეს ჩვენ ქართველებს, რომლებსაც გვიყვარს ეგრე ჭიდავი, შეგვიძლიათ ეს ასე ვთქვათ გავაგრძელოთ და გავხდეთ საუკეთესო ამ სახეობაში. სულ მალე ალბათ ჩვენი ბიჭების დახმარებით, რომლებიც არიან UFC-ში, განვითარდება უფრო საქართველოში ეს სახეობა, უფრო მეტი ასე ვთქვათ საშუალება იქნება, მეტი გადასახადები შემოვა და შეგვეძლება ყველა ბავშვს, ყველა დიდს რომ გამოვიდეთ დიდ შეჯიბრებზე და მე და ჩემი ძმა გაძლევთ პირობას რომ ჩამოვიტანთ მაგარ ორგანიზაციებს, შეჯიბრებს, შევატარებთ რომელსაც იქნება პრიზები და ასე შემდეგ. თავარი არის რაც უფრო მეტ ხალხს ეხლა ჩავრთავთ ამ სახეობაში, მით უფრო კარგია. ოს მართალია ეს გზა არ არის სწრაფი, მაგრამ არის რეალური. რაც მთავარია სისტემატიური ვარჯიში. ეხლა გაჩვენებთ ეგრეთ წოდებულ სოლო დრილებს, რომელიც თქვენ მოგეხმარებათ, რომ თქვენი ორგანიზმი გახდეს უფრო მოქნილი. დავიწყოთ. წვებით ზურგზე ქუსლების ვაფიქსირებთ, მუხლებს ვხრით და ვაკეთებთ მარჯვნივ მარცხნივ გადახრას. 1 2 1 2 და ვაკეთებთ მეახლოებით 20 ჯერ. შემდეგი ვაკეთებთ სამკუთხედებს. 1 ბრუნდებით უკან. 2 ბრუნდებით უკან. 1 ბრუნდებით უკან. 2 ბრუნდებით უკან. შემდეგი მუხლზე ადგომა. ხელების დახმარების გარეშე. წამოვდექით. ბრუნდებით უკან. ვიცვლით ფეხს. წამოვდექით. ჯდებით უკან. ვიცვლით ფეხს. წამოვდექით. ბრუნდებით. შემდეგი მოძრაობა არის ბექსტები. შეგვიძლია დავარქვათ ქართულად ცირკული. აი 4 წერტილზე ვდგავართ და ვაკეთებთ მარცხენა ფეხით ნაბიჯს უკან. და ვტრიალდებით. შემდეგ მარჯვენა ფეხს უკან ვუბრუნდებით და ისევე ვდგავართ 4 წერტილზე. შემდეგ ვცვლით გვერდს მარჯვენა ფეხით ნაბიჯს უკან, ზემოთ ვიყურებით, მარცხენა ფეხს ვაბრუნებთ უკან. 1 2 1 2. ახლა ჯიმი მოგიყვებათ ჯიუჯიტსუს შესახებ, თუ რით დაგეხმარებათ ჯიუჯიტსუ, რა უპირატესობა აქვს ჯიუჯიტსუს სხვა საბრძოლო ხელოვნებასთან შედარებით. დავიწყებ იმით, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს შვილს თორნიკეს ვაძლევდე კარგ მაგალითს. და ეს ძალიან მამოტივირებს. მე და თორნიკეს მოგზაურობა რომში, შეჯიბრზე გამოსვლა გრანდ სლემზე, შეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ. ეს ძალიან დიდი ემოცია არის მამისთვის, როდესაც შენ შვილთან ერთად გამოდიხარ შეჯიბრზე. მოგეხსენებათ, რომ ჯიუჯიტსუში ეს შესაძლებელია იმის გამო, რომ ბავშვებს თავის კატეგორია აქვთ, ბავშვები თავის დროზე გამოდიან, ანუ პირველი დღე გამოდიან ბავშვები და შემდეგ იწყებენ ასე ვთქვათ, მოყვარულები და მესამე დღეს ამთავრებენ პროფესიონალები. ამიტომაც ეს სპორტი არის ესეთი, ასე ვთქვათ, შესანიშნავი ყველასთვის, რომ ანუ ყველა მხრიდან უდგებათ. აი თქვენ თუ 30 წლის ხართ, ან 35-ის, ან 40 წლის, ხო, დაიწყებთ ვარჯიშს, თუ მანამდე თქვენი ბავშვი ვარჯიშობს, არ აქვს მნიშვნელობა გოგო არის თუ ბიჭი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გოგოები ვარჯიშობენ ამ სახეობაში. და შეგიძლიათ ნებისმიერ შეჯიბრზე ადგეთ და წახვიდეთ თქვენ შვილთან ერთად და გამოხვიდეთ. ის გამოვა პირველ დღეს, თქვენ გამოხვალთ მეორე დღეს. ამით არის ეს სპორტი აი ძალიან საოცარი და ძალიან მაგარ ემოციას გჩუქნით, დამიჯერეთ.
მეორე ფაქტორი ის არის, რომ სულიერად და ფიზიკურად ძალიან გაძლიერდებით და ამაში ყოველდღიური ვარჯიში დაგეხმარებათ. ასევე გაიცნობთ ძალიან ბევრ თანამოაზრეს, რომელიც თქვენთან ერთად გაივლიან ამ გზას, როგორც ერთი დიდი ასე ვთქვათ, სპორტული ოჯახი. გახდებით ენერგიული, ყოველდღე გექნებათ კარგი ხასიათი. მართალია, თავიდან ძალიან გაგიჭირდებათ იმის გამო, რომ თუ თქვენ 30 წლის განმავლობაში არაფერს არ ვარჯიშობდით, თავიდან ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ ვერ სუნთქავთ, ფილტვების აფურთხებთ, ასე ვთქვათ, პირველ კვირას, ან შეიძლება პირველი თვე, მაგრამ დამიჯერეთ, თუ გაივლით ამ ზღვარს, აი უეჭველი გამოგივათ ყველაფერი, ძალიან გაგიადვილდებათ მერე და ასე ვთქვათ, მოიწამლებით ამ სპორტით, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ მე და ჩემი ძმა 10 წელი არის ვავარჯიშებთ ყველას დაწყებული ბავშვებიდან, დამთავრებული დიდებიდან. და ამ 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პერსონა ვნახეთ, რომლებიც მოვიდნენ როგორც ასე ვთქვათ, ყველაზე პატარა ჩვენი მოსწავლე იყო 2 წელი და 8 თვე. და ყველაზე ეხლა დღევანდელ დღეს ყავს ყველაზე ასე ვთქვათ, ხანში შესული მოსწავლე, რომელიც არის 63 წლის, 64-ის გახდება სულ მალე. ძალიან ბევრი მოსწავლე ყავს, რომლებიც არიან 40 წელს გადაცილებული და ყველა მათგანი თითქმის ეწეოდა სიგარეტს, ცუდი ასე ვთქვათ, ცხოვრების წესი ჰქონდა, მაგრამ დღევანდელ დღეს ძალიან დიდ მადლობას გვიხდიან იმის გამო, რომ მივიყვანეთ ამ სპორტში და დღევანდელ დღეს საუკეთესო ცხოვრებას ცხოვრობენ, ასე ვთქვათ, ამ სახეობაში. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, დაალაიქეთ და დაწერეთ კომენტარი, რომ ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, რომ გავხდეთ ასე ვთქვათ, YouTube-ში უფრო პოპულარული და რაც უფრო მეტ ხალხი შეხედავს, მით უფრო მეტი ხალხი დაინტერესდება და მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის ყველასთვის. Jiu-Jitsu-ში არის ეს მაგარი, რაც უფრო მეტი ადამიანი არის ჩართული, მით უფრო საინტერესო არის. მით უფრო მეტი შეჯიბრებაში ჩატარება შეიძლება და მით უფრო ასე ვთქვათ, საინტერესო ხალხს გაიცნობთ. ოს